აბა როგორ ხართ მეგობრებო? დღეს მზებუდობა, ალბათ ყველა მიცით, გილოცავთ დღევანდელ დღეს. სანამ ამ დღის მნიშვნელობაზე გადავიდოდე, რა თქმა უნდა ტრადიციისამებრ ჩემი მადლიერება და დიდი მოკითხვა, განსაკუთრებით ჩემი არხის გამომწერებს და შემდგომ ყველა დანარჩენ მაყურებელს, ადამიანებს, რომლებიც დღეს საერთოდ პირველად მოხვდით ჩემს არხზე, ადამიანები, რომლებიც კულისებიდან მადევნეთ თავს, არ აქვს ამას მნიშვნელობა. თვითონ თქვენთაგანს მადლობა ნდობისთვის, იმისთვის რომ თქვათ ჩემს მიერ გადმოცემულ ინფორმაციას იღებთ, ამუშავებთ, ყველა თქვენებურად, ხო? და შემდეგ ისე უბრუნდებით ამ არხს. ახლა რაც შეეხება დღევანდელ დღეს. ადამიანები რატომღაც ახალ წელს აღნიშნავთ და ვზეიმობთ ზამთარში. არა და ზამთარი ჩემო კარგო ადამიანებო, თქვენ იცით რომ ეს არის გვინდა არ გვინდა მკვდარი პერიოდი. ყველაფერი გაჩერებულია, ყველაფერი დადუმებულია. ცხოველები რომ ცხოველები არიან, იმათმაც კი იციან, ხო, რომ ეს არის აბსოლუტურად ისეთი დაპაუზებული პერიოდი და დასვენების პერიოდი. იმარაგებენ საკვებს, იმარაგებენ არ ვიცი რაღაცა ბუდეებს იწყობენ, ხო, იქ ციყვებზე რომ ვისაუბროთ დათვებზე, ნუ არ გვინდა ახლა ასე ზოოლოგიაში ღრმად წასვლა, მაგრამ ზოგადად ბუნება ყველაზე სწორად მიგვანიშნებს ხოლმე ავსაც, კარგსაც, საჭიროებასაც და ასე ვთქვათ სასურველსაც და ძალიან ისეთი გადაშლილი წიგნია რა, ვინც ბუნებას კარგად შეიმეცნებს, მერე თავისი ცხოვრების შემეცნებაც არ გაუჭირდება. სხვა შორის ჩვენმა წინაპრებმა ის ძალიან კარგად იცოდნენ და ზაფხული მათთვის დასვენების პერიოდი არასდროს იყო. ნუ გადახედეთ ახლა ისტორიულად, ხო, ჩვენ ვიცით რომ შვებულება ზაფხულში, დასვენება ზაფხულში. ზაფხული ეს არის ენერგიების, არ ვიცი, ზღვა. აი არ ვიცი, ზღვაც აღარ ქვია ამას, ხო? აი მოდის და მოდის ენერგია, თუ ფინანსური, თუ სექსუალური, თუ სასიყვარულო, აბსოლუტურად ყველაფერი ამ დროს არის ზენიტში. უბრალოდ შენ უნდა იგრძნო და დაინახო ეს ყველაფერი, ხო? ანუ შენ ზამთარი ვერაფერს ახალს ვერ მოგცემს. იმიტომ რომ გაჩერებულია ყველაფერი, ენერგია არ არის. აი ნახეთ, ფანჯრიდან იყურებით გარეთ, ხო? და ზამთარში ერთი და იგივე სურათია, ან ჰაერი, ვიდრე ვთქვათ ზაფხულში, არა ხომ? არა. ამიტომ ეს არის სწორედ ის პერიოდი, როცა ასე ვთქვათ, ჩვენ უნდა მივიღოთ. გაცემის პერიოდია ბუნების მხრიდან. დააკვირდით, გაზაფხულზე ყველაფერი იღვიძებს, ყველაფერი ასე ვთქვათ, დასაწყის ეტაპზე გაფუჩქნას, გაშლას, არ ვიცი, ხო, რაღაცა საფუძველი ეყრება, საძირკველი ეყრება ნებისმიერ სიტუაციას, ნებისმიერ ასე ვთქვათ მოვლენას და ზაფხული ეს არის ვთქვათ ყანა, ხო, რატომ კათათვე რატოა ივნისი. ანუ მოსავლის აღების პერიოდია, ხო, ჩვენ სწორედ აი ამ პერიოდში უნდა მივიღოთ რაც შეიძლება მაქსიმალური სამყაროსგან. და ამ დროს მართლა არ ვიცი, გახსნილია ყველა და ყველაფერი. და შემოდგომა ეს არის უკვე ასე ვთქვათ, აი ამ მიღებულის კარგად დასტაბილურებაში გადაყვანა და ასე ვთქვათ საჩვენოდ ულტრირებულად რომ ვთქვათ თაროებზე შემოლაგება, საჭირო რაღაცაების და ზამთარში დასვენების პერიოდი, ხო? ამიტომ დღევანდელი დღეს არის სურვილების ჩაფიქრების, თქვენი ასე ვთქვათ სწორ კალაპოტში მოყვანის თქვენი ენერგიების, თქვენი სურვილების. დააკვირდით მეგობრებო, მე მინდა რომ ეს ასე იყოს, ვთქვათ, აი პირობითად უყურეთ, კაცო, ძალიან ბევრს უნდა ციხიდან გაქცევა, მაგრამ არ იციან რომ ციხეში სხედან. რაც არ უნდა პარადოქსი იყოს, ხო? და შენ თუ არ გააზრებული რომ ციხეში ხარ, როგორ გათავისუფლდები? რაც არ უნდა რთული იყოს, ხო? ამ ციხიდან გასვლა. შენ ხო ჯერ ის უნდა გააცნობიერო რომ ციხეში ხარ. დააკვირდით რას ვამბობ? ამიტომ ზოგჯერ ადამიანები ჩვენსავე სურვილებსა და მოთხოვნილებებში ასე ვთქვათ გარკვეულ აცდენაში მოვდივართ ხოლმე და მე რაღაცები გვწყინის სხვა ადამიანებისგან და გარე სამყაროსგან. ამიტომ დღევანდელი დღეს არის აი არ ვიცი მართლა უნიკალური შესაძლებლობა, როცა თქვენ ძალიან ბევრი კარგი რაღაც შეგიძლიათ მოიზიდოთ მზის ჩასვლამდე. მაპატიეთ მე უბრალოდ აქამდე ვერ მოვახერხე ვიდეოს ჩაწერა და ვნახოთ აბა რა სასწაულებს მოიტანს თქვენს ცხოვრებაში მზებუდობის შემდგომი პერიოდი. პირველი, მეორე ვარიანტი და დავწყოთ პირველი ვარიანტით. ესეთ ფერად და ამას დასტაზე გავაკეთოთ ეს გაშლა. თუ დამჭირდება მეორე დასტაცაც მოვიშველიებ, არა პრობლემა.
და ვნახოთ პირველ ვარიანტში რა ამბებია. უკაცრავად. ой-ой-ой. როგორ ჩქარობს? როგორ ჩქარობს ორიანი თასები. რაღაცა მართლა დიდი მუხტის მქონე ურთიერთობები უნდა შემოვიდეს. ვნახოთ. არ გავასწროთ წინ, მაგრამ რა ბიძგიც და შეტყობინებაც მოგცა, ამას გვაჩვენებს. მოდი მაინც ერთი არკანით, ბევრით არ მოგაწყენთ, მაგრამ ნახოთ ვისთვის არის ეს გაშლა. 10-იანი თასები რა, ესე იგი, ორიანი თასები გადმოფრინდა. 10-იანი თასების სიგნიფიკატორით კიდევ მსმენელი ხართ წარმოდგენილი. რა არის 10-იანი, უпростоრად ვინ არის 10-იანი თასებით წარმოდგენილი ადამიანი, ხო? ნუ ეს წყლის სტიქია რომ არის გასაგებია და ამაზე დიდად არ მივყვები და ასე ვთქვათ, იმაში არ ჩავალ. დიდ წიაღსვებში ანუ რა ქვია, უკაცრავად, ესე იგი, ბოლო დროს ისე ვარ, რაღაცა ზოგჯერ სიტყვებიც მოვიწყდება. ზოდიაქვა, გამახსენდა უკაცრავად ზოდიაქვებში ძალიან ხო არ ჩავალ, მაპატიეთ. მაგრამ ნუ გასაგებია რომ ეს შეიძლება შესაძლოა იყოს წყლის სტიქია და განსაკუთრებით ვთქვათ თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანი. აქვე მოვილევ, ასე ვთქვათ, პროფესიასაც ან საქმიანობას, ვინ შეიძლება იყოთ, ვინც მიყურებთ, შესაძლოა რაღაც არ ვიცი, აი ბევრი ადამიანები სადაც ტრიალებენ ის მომენტი გებაროთ, აი თქვათ კადრები, კანცელარია, რაღაცა ესეთი თემა, შეიძლება დაკავებული იყოთ გართობის სფეროში, ძალიან დიდი სპექტრია გართობის სფერო და ხა რაღაცა კონკრეტული სამსახურებრივი თემიდან და საქმიანობის სფეროდან შესაძლოა იყოთ ვიღაცა რაღაც განსხვავებული და ასევე შესაძლოა დაკავებული იყოთ ოჯახური ბიზნესით. რა ტიპის ადამიანი ბრძანდებით, ხო? აი ზუსტად მე ოჯახი ძალიან პატივს რომ სცემთ, ასე ვთქვათ, ოჯახის წევრებს, რომ გაბედნიერებთ მათთან ურთიერთობა. სხვა შორის ძალიან გამცემი და ისეთი აი გულუხვი ადამიანი ხართ, ძალიან მზრუნველი, გიყვართ ბავშვები. სხვა შორის ძალიან გჯერათ ბედისწერის და აი იცით რა, აღიქვამთ ბედის საჩუქრად გრძელვადიან ურთიერთობებს. არ აქვს ეს მნიშვნელობა პირადი იქნება თუ ვთქვათ ნათესაურიან სამეგობრო ურთიერთობა, ხო? და ზოგადად მიმიდრეკილი ხართ გრძელვადიანი სიტუაციებისგან, არ გიყვართ ეს რაღაცა პატარ-პატარა ეს მოკლევადიანი სიტუაციები, ხო? ამავდროულად შეიძლება ძალიან ხშირად იყოთ ხოლმე ინიციატორი რაღაცა ესეთი ოჯახური ღონისძიებების და ვიღაცა შესაძლოა წასული ხართ საერთოდ თქვენი კერიდან და დაბრუნებას ფიქრობდეთ უახლოეს პერიოდში. კარგით. და ახლა ვნახოთ ზებუდობის პერიოდის შემდეგ რა ამბები შემოვა თქვენს პირად ცხოვრებაში და რა ამბები შემოვა თქვენს კარიერულ ცხოვრებაში. და აი, აბა ვნახოთ ისეთი ენერგიების არ არის დასტის ფონი, მაგრამ პირად ცხოვრებაში ხმლების პაჟი, სამიანი კვერთხები და 4-იანი პენტაკლები. მეგობრებო, არ გამოვრიცხავ, უახლოეს პერიოდში წარსულიდან გამოჩნდეს ვიღაც თქვენს ცხოვრებაში, რომელთანაც დღეს გარკვეულწილად ცოტა კონფლიქტურ ენერგიებში ხართ, ცოტა უსიამოვნო მომენტები გქონდათ, არ გამოვრიცხავ ბლოგშიც იყოს ვიღაცა თქვენგან, ან მას ყავდეთ თქვენ ბლოგში, მაგრამ აი ამ ურთიერთობის განახლებას მიჩვენებს სამიანი კვერთხებით, რაღაცას ახალი ენერგიების შემოსვლას. მანახე აბა კიდევ ხო. ყოველ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც თქვენთვის თუ მამაკაცები მიყურებთ პირდაპირ შეგიძლიათ მოიგოთ კვერთხების დედოფალი, თუ ვთქვათ ქალბატონები მიყურებთ, ესეთი ქარიზმატული, ძალიან ცეცხლოვანი ადამიანი შემოდის თქვენს ცხოვრებაში, რომელთანაც კიდევ ერთხელ მიყვება ტარო, რომ დიდი ტრანსფორმაციის პერიოდი გაქვთ, შეიძლება ახლაც მიდის ეს პროცესი და
მოკლედ შეიძლება აღარც ფიქრობთ ამ ადამიანთან საერთოდ არც დაშვებასაც არ აკეთებთ რომ ეს ადამიანი შეიძლება თქვენს ცხოვრებაში კიდევ გამოჩნდეს მეორე მაღალი არკანი ამოვიდამთ ვარსკვლავის არკანი შესაძლოა მანძილზე ხართ საკმაოდ დიდ მანძილზე ერთმანეთისთვის და უკვე აი ხომ გეუბნებით ცოტა ისეთი ფანტაზიის და წარმოსახვის სფეროც არის თქვენი ერთად ყოფნა ან ამ ადამიანთან კიდევ ერთხელ ურთიერთობა მაგრამ არა ხელახალი განახლება მიჩანს მეგობრებო ამ ურთიერთობის იმდენი სამიანი ამოდის რომ აი რა გითხრათ კი თითქოს იცით როგორი ურთიერთობა აი როგორ მოვა აღიარებს თავის ყველა სიტუაციას თქვენ შესაძლოა აღიაროთ თქვენს მიერ დაშვებული შეცდომები აი როგორი მომენტი გექნებათ იცით რომ აი ყველაფერს მის სახელს დაარქმევთ ნახეთ თუ რაღაცა წყენა გქონდათ იმასაც ხმამაღლა იტყვით ყოველ შემთხვევაში ეს ურთიერთობა აღარ იქნება აი ესე დაგროვილი უსიამოვნებების ფონზე რა არის ეს ძალა მაგის არკანი და შვიდიანი თასები ნახეთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ის რაც თქვათ აქამდე აი წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ თქვენ აი ისეთ ურთიერთობამდე მიხვალთ ისეთ სიტუაციამდე მივა თქვენი ხელახალი აი ეს განახლებული კომუნიკაცია და კონტაქტი რომ სხვა ფაზაში გადავა ეს სიტუაცია აი არც ერთი დამარცხებულად არ იგრძნობთ თავს ნახეთ აი ხომ არის ხოლმე რომ წარსულიდან მე რაღაცა ესე რომ ნახე შენის არა აქ აი არც ერთი არ იქნებით ვთქვათ არა თანაბარ სიტუაციაში პირიქით აი ზუსტ აი როგორი ენერგიები გექნებათ იცით რომ ორივე შევთანხმდით აი ამაზე ნახეთ ორივემ გავიაზრეთ ის რაც იყო და ორივეს სურვილით გრძელდება ვთქვათ ის რაც არის და გრძელდება აუცილებლად გრძელდება აი ხარ ჩემთვის გონებაში დავსვი კითხვა და არა რა თქმა უნდა აუცილებლად გრძელდება და არ გამოვრიცხავ ოჯახით დამთავრდეს არ გამოვრიცხავ მეგობრებო თქვენ ოჯახი შექმნათ ფინანსებს რაც შეეხება მეგობრებო აქ წეღანდასტის ფონითაც მაჩვენა თუ დააკვირდით სულ თავიდან სანამ გახსნით საერთოდ არკანებს ფინანსებში ცოტა მეტი სიფრთხილე გმართებთ ჩიხები ბარიერები ასე ვთქვათ ანუ ოთხიანი კვერთხებია ერთადერთი რომელიც მაძლევს იმის საფუძველს რომ ანუ დადებითადაც შევხედო რაღაცებს მაგრამ ეს ოთხიანი კვერთხები თქვენ იცით რომ ეს არის ოჯახის აი წვეულებების ხო რაღაცა ფართების რაღაცა დიდი ღონისძიებების მანიშნებელი ესე სადაც ფულს გადინება უწევს და ამიტომ ცოტა დაამხრუჭეთ ანუ როგორი მომენტია თან ეშმაკის არკანით ერთი წამით უნდა დავამატო არ დაკარგოთ კონტროლი ანუ საკუთარ შესაძლებლობებზე იმიტომ რომ თქვენ ძალიან ბევრს შრომობთ რეალურად ასე არსაიდან მოდისო ვერ იტყვით ნახეთ და ბედის წერა რაც გთავაზობთ მაჩვენეთ ნახეთ აი თქვენ თუ რაღაცა პერიოდ სიფრთხილით გაივლით ზედმეტად არ გადაყრით დროს ტარებებში მოდით ასე ვთქვათ და არაფრის მომცემ სიტუაციებში ამ შემთხვევაში სამყარო კი ფარველობაც გაქვთ სხვათა შორის ფარველობაც გაქვთ და ბედის ბორბალით და ტუზი პენტაკლების ტუზით საკმაოდ ისეთი აბა კიდე ერთი არკანის და კი პენტაკლების დედოფალი რას გაყვავება გაფურჩქნა გელოდებათ ამ ნაწილშიც ფინანსების და კარიერის ნაწილშიც ოღონდ აი ყველას ნუენდობით რა და ფლანგვას ცოტა ხანს ძალიან ისე და მუხრუჭი ასე ვთქვათ ღვედი გადაუჭირეთ ხო მადლობა პირველ ვარიანტს და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი ვისთვის არის ვისთვის გვაქვს მეორე ვარიანტი ერთი არკანით მაინც ვნახოთ ოხო აბა გამოიჭყიდეთ ვინ ხართ ვინ მიყურებთ გამოიჭყიდეთ ქურუმი ქალის არკანით ნუ ახლა რაღაცა 1-2 ადამიანი მეცნიეთ კი არა და ხო მეცნიეთ რა მიხვდებით ვისაც საუბრობ ნახეთ ახლა ჩემო კარგო ადამიანებო არ გამოვრიცხავ სხვათა შორის
მიყურებდეთ ჩემი კოლეგაც. არ აქვს მნიშვნელობა ტაროლოგიაში, ფსიქოლოგიაში თუ ფილოსოფიაში, რომელიღაცა სფეროდან ჩემი კოლეგა. ნუ გასაგებია რომ წყლის არკანია და კიჩხიბზე ყველაზე უკეთ გადათამაშდება ეს მომენტი და საქმიანობის სფეროები კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ან აგერ რაც ჩამოვთვალე ეს ხალხი ხართ, ან ხართ აი მოვლის სფეროში დაკავებული ადამიანი, ან ექიმი, ან გამომძიებელი. ჟურნალისტზეც გადათამაშდება სხვათა შორის. ახლა ნახეთ. ეს ცოტა განსხვავებული არკანია იმ ანუ სტანდარტული, ასე ვთქვათ, ილუსტრაციები და ხო, რაც ძალიან ისე მრავლად არის სხვადასხვა დასტებში, სადაც ქალბატონი ზის და მოკლედ აქეთ სიბრძნის წიგნია, იქით რაღაცა მთვარე ან ხელში უკჭირავს თან თავზე დადგმული ან, ხო, ნახეთ აქ როგორი ეთერული ხაზებია ეს ზემოთ, თითქოს აი ასტრალიდან მოდის რაღაცა სხვადასხვა ტიპის მინიშნებები, იეროგლიფებიც არის აქ წარმოდგენილი და აქ მთვარემ ამ ქალბატონს თვითონ ან თავზე კი არ აქვს, ან ხელში კი არ უკავია, მთვარეზე ზის პრაქტიკულად და ხელის გულებიდან, ხელის გულები თქვენ იცით, რომ ძირითადი მაკავშირებელი ფეხის გული და ხელის გულებია კოსმოსთან ენერგიულად, განათებული აქვს, ნახე როგორ შუქს გამოსცემს, ხო? ძალიან გამჭრია, ხი, ძალიან სხვა შორის იდუმალი ადამიანებიც მიყურებთ, მეცნიერებით დაინტერესებულები და სამეცნიერო სფეროს თუ ვინმე მისდევთ, უდაოდ ძალიან წარმატებული ადამიანები იქნებით. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ძალიან გარდა იმისა, რომ ძალიან ინტუიციური და თავდაჯერებული ადამიანები ხართ, ხო? აი სხვა ადამიანებისთვის ყოველთვის გამოცანად რჩებით ერთია, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტია, აი ცოტა შიშსაც აღუძრავთ სხვა ადამიანებს თქვენთან დაკავშირებით, რომ რაღაც სულ ისე გიყურებენ რა, რომ აი ვენდოთ თუ არ ვენდოთ. სხვათა შორის არ გამოვრიცხავ ბევრი საიდუმლო იცოდეთ. ძალიან დახვეწილი, ძალიან ისეთი ადამიანი ხართ ეს რა გადმომივარდა, ქურუმი ქალის და ეშმაკის არკანის, ასე ვთქვათ, კომბინაცია. ნუ რა ვიცი, აი რა გითხრათ. რა გითხრათ, არ ვურჩევდი არავის თქვენთან თამაშს. არ ვურჩევდი არავის თქვენთან როგორ გითხრათ, თუნდაც უბრალოდ ერთ არასწორ მიმიკას ან ჟესტიკულაციას ძალიან პირდაპირ მნიშვნელობით გამანადგურებელი და დამანგრეველი შესაძლოა აღმოჩნდეთ სხვა ადამიანებისთვის და ძალიან ისე მაგნიტივით შესაძლოა იზიდავდეთ სხვებს და ისე რომ იტყვიან, აი ვეღარ იცილებდეთ, მე არა ქურუმი ქალისთვის მოუცილებელი და მოუშორებელი არაფერია, მაგრამ ნუ ზოგადად ძალიან დიდი მიჯაჭვულობა შეიძლება უჩნდებოდეთ ადამიანებს თქვენთან მიმართებაში. და აი ესეთ, ასე ვთქვათ, ჯადოქრული ენერგიების ქაოსს რა ელის პირად ცხოვრებაში ვნახოთ მზებუდობის შემდეგ პერიოდში და რა ელის კარიერაში. რატომ ხართ ვინმემ გაგანაწყენათ, ესე იგი ეს ეშმაკი ჰაერიდან არ ამოსულა და მეც ამდენი არ მისაუბრია. აბა ვნახოთ ტყუილად, ხო, პირად ცხოვრებაში და შვიდიანი პენტაკლები, შვიდიანი თასები, ორი შვიდიანი მიზის და სამიანი თასები. მეგობრებო, არ გამოვრიცხავთ თქვენ რაღაც სიტუაციას შეხედოთ ზედმეტი, ასე ვთქვათ, მინდობობით, მიუხედავად იმისა, რომ ქურუმი ხალი ხართ, ცოტა, ასე ვთქვათ, 10 ზომით დიდი დადებითი თვისებები ჩააცვათ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში შემოვა და სხვათა შორის თვით როგორი მომენტი გქონდეთ, რომ აი არსებული ვინც არიან თქვენს ცხოვრებაში, ხო? მათზე უკეთესი მინდა და ეს ახალი დასაწყისი, ახალი შემოსვლა, ვისი მაჩვენე, პაჟი, კვერთხების პაჟი, ეს სხვათა შორის შეიძლება რაღაც სამსახურებრივ ურთიერთობაში ან პარტნიორულ ურთიერთობებშიც გაიცნოთ ესეთ სიტუაციაში გამოჩნდეს, სადაც აი ან თქვენ გიწევთ დაწინაურება, ან თქვათ ახალ სამსახურში მოგიწიოთ სამსახურის დაწყება, თქვათ ან აი რაღაცა შეიცვალოთ ყოველ შემთხვევაში, თუნდაც არსებულ სიტუაციაშიც და ანახე კიდევ ოცნებები, კიდევ ეს რაღაცა წარმოჩიხები, ბარიერები.
ხო, ნახეთ როგორი მომენტი, არ მინდოდა თქმა წეღანვე, მაგრამ ეხა უკვე ვწმუნდები, რომ ეს ასეა. ძალიან ფრთხილად იყავით რა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ძალიან ბრძენი და ინტუიციური ადამიანი ხართ, ზუსტად ესეთ ქალებს, როგორებიც თქვენ ბრძანდებით, ესენი თავისით გადმოვიდა. მაგერ ეხა უცებ ერთიანად და ორი მაღალი არკანი კი მიზისკერ და 3. მაგრამ ჯერ ამას მორჩები, ნახეთ. როგორც წესი, ყველაზე ჭკვიან, ყველაზე განათლებულ, ყველაზე სუფთა ქალებს ემართებათ ხოლმე ყველაზე დიდი შეცდომები ცხოვრებაში. ნახეთ რისი თქმა მინდა. მამაკაცებიც ამავდროულად იგივეს შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე სწორი მამაკაცები შეიძლება ყველაზე არასწორ ქალთან აღმოჩნდნენ ურთიერთობაში. და რატო? იმიტომ რომ თქვენ ჯერ ერთი თქვენი ძალების გჯერათ. მეორე თქვენ რომ არავისთვის არაფრის გამფუჭებელი არ ხართ, ზუსტად ამას ველოდებით სხვისგან და აი ზუსტად აი ამ ილუზორულ სიტუაციებს თქვენიდან გამომდინარე ქნით. ნახეთ, ანუ ის რომ ეს ადამიანი ესეთი აღმაფრთოვანებელია თქვენთვის, მის დამსახურება კი არ არის თქვენი წარმოსდგენების, თქვენს მიერ მინიჭებული თვისებების გამო ჩანს ასე. მიმიხვდით ხო რას ვამბობ? არდა რეალურად აბსოლუტურად სხვა ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს. ქალი, რომელიც, აი, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე მინახავს ქალები, მართლა რომ აი პატიოსნები კი არა, თუ რამეს რასაც მოიცავს პატიოსანი ხო ცნება და წესიერება, ну აი კრისტალურად სუფთა ადამიანები, მაგრამ მაპატიეთ და აი პირველივე შემხედრს თან პირველივე შეხვედრაზე საწოლში აღმოჩენილან. რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება იმ ვიღაცამ შემხედრმა იფიქრა, რომ აუ ეს ვინ არის, ხო? ну ახლა ჭკვიანი და ნორმალური ადამიანი კი მიხვდება ესება, მაგრამ ну სამწუხაროდ ჭკვიანი და ნორმალური ადამიანი ხშირად არ ხვდება ეგეთი ენერგიების ადამიანს, იმიტომ რომ ესენი ძირითადად მკურნალები, ძირითადად გზის მიმცემი ადამიანები, რაღაცისთვის ჩნდებიან სხვა ადამიანების ცხოვრებაში, გესმით? და ამ დროს შესაძლოა, ну ქალი, რომელიც ზოგადად ამ პროფესიით ცხოვრობს, ის არ აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში. ის გამგებმა სწორად გამიგეთ ძალიან გთხოვთ რა. თუ თქვა სიფრთხილით მიუდგებით ამ ყველაფერს და ასე ვთქვათ, აი თქვენ არ შექმნით ადამიანს და ისეც დაინახავთ, როგორც რეალურად ის არის თქვენი ავტორობის გარეშე, ხო? მაშინ მინდა გითხრათ, რომ გარკვეული პერიოდი ჰერმეთით მარტო მოგიწევთ გავლა. გარკვეული პერიოდი დაგჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენი ამბები და თქვენი საკუთარი თავი დააბალანსოთ, თქვენს თავში იპოვოთ ჰარმონია, თქვენი თავის ანალიზით დაკავდეთ რაღაც პერიოდში, ემოციური ტემპერატურა შეამციროთ და აი ეს მზის წნული რაც აქვს ამ ქალს გააქტიურებული, ხო? ვიღაცას 12 წლის ასაკში ეხურება, ვიღაცას 14 წლის, ვიღაცას 16 და ვიღაცას საერთოდ არასდროს არ ეხურება და მგონია რომ ზუსტად ეგეთი ქალი ხარ, ძალიან მაღალი ვიბრაციული ქალი ან მამაკაცი მიყურებთ, არ აქვს მნიშვნელობა. თქვენ აი რაღაცა კიდევ გაქვთ სასწავლებლის კოსმოსისგან, თქვენ გაქვთ მისაღები ინფორმაცია, ენერგია, რომელიც მერე გზას მოგცემთ, აბა ეხა ეს ვიკითხოთ. აი ამ ყველაფრის, აი ამ განდგილობის მერე რა იქნება თქვენს ცხოვრებაში, ეს ვიკითხოთ. რა თქმა უნდა, მეგობრებო, თქვენ ძალებს აღიდგენთ, ნახეთ, ყველა ადამიანს, სხვათა შორის ყველაზე მეტად ესეთ ადამიანებს ჭირდებათ ძალის აღდგენა, აი როგორი ადამიანიც ახლა თქვენ აქ მყავხართ, იმიტომ რომ დონორები ესეთი ადამიანები ხართ და თქვენ ყველაზე მეტად ცარიელდებით და იფიტებით. და ყველაზე მეტად თქვენ გჭირდებათ რესტარტი და ხელახლა რეგენერაცია. და ნახეთ, კი, რა 6-იანი ხმლები კი არ არის მთლად ისეთი არკანი, მაგრამ გვერდით მყავს სულელის არკანი, ხო? აი თქვენი წყენების, თქვენი ნერვიულობების განულება მოხდება. ნახეთ, აი ხელახლა სწორად ვიხმარე წეღან სიტყვა ზუსტადაც რესტარტი, ხო? ხელახალი ასე ვთქვათ განახლება მოხდება ყველანაირად თქვენს ცხოვრებაში და მანახება შემოვა ვინმე რაღაცა მე კი ისეთი შეგრძნებებს მიტოვებს მაინც რომ რაღაც პერიოდი თქვენ გჭირდებათ ბარიერები
ხო, მაგრამ ცოტა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს აქ და ახლა არ მოხდება. ანუ ყოველ შემთხვევაში ზაფხულში მე ეს არ მგონია. და ვნახოთ ახლა ფინანსები, კარიერა, ხო? მთვარის არკანი, 10-იანი თასები და 7-იანი კვერთხები. ფინანსებში თუ დღეს გიჭირთ, თუ დღეს კრიზისი გაქვთ, თუ დღეს რაღაც გაურკვევლობები გაქვთ, არ იცით რა როგორანაირად იქნება, მინდა გაგახაროთ, რომ ყველაფერი წავა საუკეთესოსკენ. თქვენ გამოდიხართ მთვარიდან, მთვარისკენ კი არ მიდიხართ, გამოდიხართ. მე სულ ვამბობ ხოლმე არის ილუსტრაციები, სადაც გოგონა მიდის მთვარისკენ, ანუ ცხოველი, ხო? მე მაქვს დასტა სადაც პირიქით კურდღელი თავი წარმოდგენილი და კურდღელი გამორბის. აქ გოგონა გამორბის, ხო? და თქვენს ცხოვრებაში შემოვა სისავსე, შემოვა, აი თქვენს წილ, ასე ვთქვათ, სიტუაციას ხელში დაიკავებთ. ანუ თქვენს წილ, ასე ვთქვათ, კვერთხს მიიღებთ, ხო? ანუ არ იქნება ის მომენტი, რომ ვთქვათ აი რაღაცისკენ მიილტვით და ის არ გამოვიდეს. აი თავისი ჩამომივარდა ამიდან არკანი იმპერატრიცის. სისავსე და სიუხვე შემოვა და მე ეს ყველაფერი მხოლოდ მახარებს, რასაც ვუყურებ. მადლობა ჩემო კარგო ადამიანებო. ორივე ვარიანტი მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და ისეთი სასურველი იყო ენერგიებად და მოკლედ კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ. დაგემშვიდობებით ნახვამდის.